მნიშვნელოვანია სქესის არ გამხელა ორსულობის პერიოდში, რადგან ზოგჯერ სამწუხაროდ ეს გავლენას ახდენს მშობლების გადაწყვეტილებაზე, რაც უბრალოდ მიუღებელია. წლების წინ ჩვენ გავეცით რეკომენდაცია მიცემული სქესის არ გამხელასთან დაკავშირებით. ერთეულები ამას იცავენ. სამწუხაროდ უმეტესობა არ იცავს და მნიშვნელოვანია ეს ეტიკეტი ორსულთან ყველასთან იყოს დაცული. ამის შესახებ შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა. თუ რას ფიქრობენ მოქალაქეები ბავშვის სქესის წინასწარ გაგებასთან დაკავშირებით, ამით მეგატივი დაინტერესდა. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ არ უნდა იცოდეს, ჩვენ არ გვიკითხია. მაგალითად, ბიჭია, პირველიც ბიჭი გყავს. არ უნდა იცოდეს, რომ გამრავდეს ერი. არ უნდა იცოდეს. უწე როგორ იყო და ჩვენ არ ვიცოდით, ისე გყავს მე ორი გოგონა. აუცილებლად უნდა იცოდნენ. მას შვილის გაჩენა თუ უნდა შვილა, მიუხედავად სქესისა, მაინც გააჩენს. თუ არ უნდა და რა აქვს დაგეგმილი, მაშინ რა ვიცი, არც უნდა დაფეხმძიმდეს, არც უნდა გააჩენა. უწინ აბსოლუტურად არ იცოდა, არავინ არ იცოდა, რომ რა ყავდა და რა არა სქესი და როცა სამშობლოში მიიყვანდნენ და რაღაცა უკვე ეტყოდნენ, მაშინ ესაკავს და ესაკავსო და ახლა უკვე რო იციან, ხდება და მიტომ ახლა ესეთი ეს იგი დემოგრაფია რო იკლო, ეს რო იციან და რო იშლიან, მე მუცელს და ეს არასწორი არის, მიმაჩნია ასე არის. არ იცოდეს. ალბათ შვილო, იმიტომ რომ ჩვენ მცირე რიცხოვანი ერივას და გამრავლება გვესაჭიროება. თორემ ერთი მხრივ ახლა მე მიჩვენია რომ ვიცოდე პირადად მე, მაგრამ როცა ერთ სჭირდება, რაღაცები ხომ უნდა გავითვალისწინოთ. ჩემი აზრით არ მოეც. ხო, როგორ გიჩვენია? მე მიჩვენია რომ არ ვიცოდე, ვიდრე თავში ვიცი. ამ მნიშვნელობაა, გასაჩენი უნდა გაჩნდეს ღმერთისგან. არა გვაქვს უფლება. არა, დედასთვის სულ ერთია რა შეძინება, ქალი თუ ვაჟი. თუმცა არ უნდა იცოდეს და მივესალმები იმას მინისტრმა რომ თქვა რომ ვეღარ გაიგებინო რა აწიოს. მე აზრით არა. იმიტომ რომ შემდეგ თუ არა ვაჟი, გოგოს იშორებენ და ამიტომ. 1990-2015 წლებში ბიჭის ყოლის სურვილის გამო საქართველოში 31,446 გოგო არ დაიბადა. დავით სერგეენკოს განცხადებით, აბორტების რაოდენობა ბოლო წლინახევრის განმავლობაში საკმაოდ მკვეთრად რამდენიმე 1000-ით არის შემცირებული და ეს ძალიან კარგია.